გამარჯობა, დღეს აუცილებლად უნდა აგვიყუროთ და ვფიქრობ ეს არ იქნება ინტერნეტში ფუჭად გატარებული დრო, იმიტომ რომ ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემაზე, განსაკუთრებით ამ სეზონთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ ისეთ დიაგნოზზე, რომელთან დაკავშირებითაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ექიმებს ყველაზე და არა მარტო ექიმებს, პაციენტებსაც ყველაზე მეტი შეცდომა მოსდით. მოკლედ წინ საინტერესო პოდკასტი გველოდება, ვისაც არ გამოგვიწერიათ ჯერ ჩვენი YouTube-ის არხი, ჯანმრთელობის მატრიცა აუცილებლად გამოგგვიწერეთ და დაგვალაიქეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სასარგებლო ახალ ამბავს გაიგებთ ამ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც მსოფლიოში ძალიან ბევრ სამედიცინო პროფესიონალს და პაციენტს შეცდომა მოსდით. ჩვენი რამდენიმე პოდკასტი ჩაეშვა YouTube-ის არხზე, საკმაოდ კარგი გამოხმაურებებიც ჰქონდა მაყურებლებისგან. რაღაცებს ჩვენს საომავლოდ დავხვეწავთ, ჩვენ თვითონაც გვაქვს ჩვენ თავთან დაკავშირებით შენიშვნები და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს პოდკასტი დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, რაც მათ ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს გახდის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით. ხო, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება დღეს ძალიან აქტუალური ამ სეზონზე. ვირუსი თუ ალერგია და ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის სამედიცინო პროფესიონალს ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომა მოსდის და ChatGPT-ს რო შევეკითხეთ გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით, მან გვითხა რომ სოფლიო შეცდომების სამედიცინო შეცდომების 40%-ზეა საუბარი და ბუნებრივია ეს შეცდომები საქართველოშიც ხდება, ხო? ჩვენი პოდკასტის სპონსორი არის კლინიკა ნეოლაბი, მადლობა გადაუხადოთ მას და დღევანდელ აი ამ თემაზე საუბრობთ, ბუნებრივია ყავს ინფექციონისტი ქალბატონი მაია ბუძაშვილი და ალერგოლოგი იმუნოლოგი ბატონი გიორგი კამკამიძე, მოგესალმებით. საინტერესო თემა გვაქვს არჩეული ძალიან და აი ნეოლაბი ვახსენე და სწორედ ეს თემა აი ნეოლაბის Facebook გვერდზე შემოსული შეკითხვებიდან წამოვიდა ამ თემის ინსპირაცია, იმიტომ რომ აი ახლაც რომ ჩავიხედოთ ჩატში, ხომ, აი ქალბატონი იწერებოდა რომ ჩემ ბავშვსო აქვსო ღამე ხველა დაეწყო, კანი დაეფარა გამონაყარითო და უნდა მივიყვანო ინფექციონისტთან თუ ალერგოლოგთანო. ხა ეს ალბათ პირველად ჯანდაცვის ექიმმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ აი ვისთან უნდა მივიდეს ასეთ დროს ადამიანი, აი ხალბატონ მაია თქვენ გარო დავიწყოთ ინფექციონისტთან თუ ალერგოლოგთან, ორივე აქ ხართ. ამაზე ესეთი პირდაპირ სწორხაზოვანი პასუხი რა თქმა უნდა არ არსებობს. პირველ რიგში ჩვენ აი აქ ხა ორივეზეა ლაპარაკი ყველაზეც და გამონაყარზეც, მაგრამ მაინც რო გავმიჯნოთ ცალ-ცალკე და ხველით დავიწყოთ. პირველ რიგში თუ ხველა არის მწვავე, ანუ არ არის ხანგრძლივი, მაშინ უბრალოდ უმრავლეს შემთხვევაში ეს ხველა თავისით გაივლის ან რაღაცა სიმპტომური მკურნალობით, მაგრამ ჩვენ ხა თუ უკვე ლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ გახანგრძლივებულ ხველაზე, რომელიც მაგალითად ბავშვებში განისაზღვრება 3 კვირა და მეტი თუ ხანგრძლივდება, მოზრდილებში ზოგიერთი კლასიფიკაციით 4 კვირას თუ გადაშორდება, ზოგი ამბობს რომ 8 კვირამდე შეიძლება დავიცადოთ და 8 კვირაზე მეტი თუ გახანგრძლივდა. მოკლედ მინიმუმ 3 კვირა მაინც უნდა იყოს გასული რომ დავარქვათ გახანგრძლივებული ხველა და უკვე აუცილებელი იყოს თქვათ რაღაცა სადიაგნოსტიკო ღონისძიებები. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვით ალერგიულიც, ვირუსულიც და ბაქტერიულიც. სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩვენ ახლა დღეს ამაზე ვლაპარაკობთ. ამასთან დაკავშირებით და მშობლები განსაკუთრებით თუ ბავშვზეა ლაპარაკი, უამრავ წამალს აძლევენ, უნდათ რომ აღარ გაიგონ ბავშვის ხველა, ძალიან შფოთავენ და ასე შემდეგ. ყველა ერთგვარი მაყურებელსაც რო ვუთხრათ, თავდაცვის მექანიზმიც არის ხო ორგანიზმის, რომ ანუ ის ხველის რეფლექსის დროს ადამიანის ორგანიზმი აძევებს იმ სეკრეტი იქნება თუ უცხო სხეული, რაც მოხდება ტრახეაში და ბრონხებში და ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია ხო? კი, და ეს მიდრეკილება რაღაც სწრაფოა რომ ხველა გავაჩეროთ, ყველას აესუნდა რომ როგორღაც ხველა გაიჩეროს. სამწუხაროდ ესე არ არის მარტივად და არსებობს ხველის დამთრგუნველი წამლები, რომელიც ძალიან ცუდი შედეგებამდე შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი, იმიტომ რომ ხველა არის ის რაღაცნაირი თითქოს დაცვა რომ მოიშოროს სასუნთქმა გზებმა ის რაც უშლის ხელს მას და აღიზიანებს. რადგანაც ახლა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პირველ რიგში მაინც ყივანა ხველით მინდა დავიწყო, თუ გახანგრძლივებული ხველაა, ჯობია რომ მანდ 6 თვეც გრძელდება ხოლმე ხველა, ხო? და ამიტომ ჯობია რომ ყივანა ხველა თავიდანვე მაინც ვეცადოთ რომ გამოვრიცხოთ, რისთვისაც არსებობს შესაბამისი ლაბორატორიული ტესტი და ყივანა ხველა უამრავი გვაქვს სამწუხაროდ აფეთქება იყო ბოლო
1 წელიწადნახევრის განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში, შორის სხვა ქვეყნებშიც აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ვაქცინა არ იცავს 100%-ით და ზოგიერთ მკვლევამ საერთოდ რაღაც 80%-ზე ნაკლები ეფექტურობაც კი დაგვიწერა ყივანახველას ვაქცინისა და ამიტომ ბევრ ადამიანს, ბავშვსაც და მოზრდილსაც ქონდა ყივანახველა და ახლაც გვაქვს შემთხვევები. ამიტომ მოკლედ თუ არის გახანგრძლივებული ხველა, ჯობია პირველ რიგში ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ და გამოვრიცხოთ ყივანახველა. აქვე მოდი აი ძალიან მარტივად რომ თქვათ რა მაყურებლისთვის ძალიან ხშირად ხო აი ჩვენ ადამიანებთან კომუნიცირებთ და ადამიანს მაგალითად ახველებს აქვს რინიტი სურდო ხო გამონადენი ცხვირიდან ახველებს და ეკითხები რომ გაციებული ხარ და არა იცი აი ყველას რაღაცნაირად თავდაცვის ის გვაქვს მექანიზმი რომ თუ გაციებული ხარ მაინც საზოგადოებაში რო გადიხარ უფრო ცუდი ტონი ადამიანები გერიდებიან და ასე შემდეგ და არა გეუბნება რომ ალერგია მაქვს და ხშირ შემთხვევაში თვითონ ის პაციენტიც ბატონ გიორგი ალბათ თქვენს კლინიკურ პრაქტიკაშიც ბევრი ადამიანი გეყოლებათ რომ ვერ ადგენს რომ გაციებულია თუ ალერგია აქვს აი არსებობს რაღაც ერთნიშნელოვანი რაღაცა ტიპის ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება მიხვდე რომ ეს არის გაციება თუ არის ალერგია. პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ აი ზუსტად ხველის ტიპის მიხედვით შეიძლება ამოცნობა ეს არის უფრო ალერგიული თუ ეს არის უფრო ინფექციასთან დაკავშირებული, უფრო მშრალი ხველა გვაქვს ალერგიის შემთხვევაში, თუ კი ის გრძელდება საკმაოდ დროის განმავლობაში. ვირუსის და ბაქტერიის დროს პროდუქტიული ხველა? როდესაც უკვე ერთვება, ასე ვთქვათ, ბაქტერიული ინფექცია, ანუ მეორე ეტაპი, ანუ ამას ასევე ვეძახით როგორც ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც თან ერთვის პირველ ეტაპს, რომელიც ვირუსითაა გამოწვეული, უკვე პროდუქტიული, ანუ ამ შემთხვევაში ნახველის არსებობით მიმდინარე ხველა არის უფრო დამახასიათებელი ინფექციისათვის. შესაბამისად, აი ადრეულ ეტაპზე ძალიან ძნელია მარტო თქვათ, რომ მშრალი ხველა და ეს არის გინდა თუ არა ალერგია თუ ინფექცია, რასაკვირველია თუ კი ეს არის ახალი დაწყებული ალერგია, რასაკვირველია მისი გარჩევა ინფექციისგან საკმაოდ ძნელია, თუმცა აქ არის სხვა სიმპტომი, რომელსაც ვაქცევთ აუცილებლად ყურადღებას, ეს არის სხეულის ტემპერატურა. როგორც წესი ალერგიის დროს სიცხის, ასე ვთქვათ, მომატება, ტემპერატურის მომატება არ არის დამახასიათებელი, შეიძლება იყოს გარკვეული ნიშნები, აი წამოხურება და მსგავსი, თუმცა ობიექტურად თუ კი გავზომავთ ტემპერატურას არ გვაქვს და შესაბამისად ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი, ასე ვთქვათ, საშუალებაა, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ალერგია და ალერგიული ხველა და ინფექციური ხველა. ანუ მოდი განმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ თუ გვაქვს ჩვენ ალერგიული ხველა, ამ დროს ტემპერატურული რეაქცია, ანუ სხეულის ტემპერატურა არ იმატებს და ვირუსის და ბაქტერიის შემთხვევაში ეს როგორც წესი იმატებს ხოლმე. შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება მოიმატოს და შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერთი განსაზღვრელი ინდიკატორი არის. თუმცა თუ შევხედავთ დროის დინამიკაში, უკვე შედარებით უფრო ადვილი ხდება მათი გარჩევა, ნუ აქ აღინიშნა რომ 3 კვირამდე ითვლება მწვავე ხველა, 3 კვირიდან 8 კვირამდე ქვემწვავე და 8 კვირის შემდეგ უკვე არის ჩამოყალიბებული ქრონიკული ხველა, როდესაც საუბრობთ იგივე თქვა ყივანახველაზე, აქ უფრო ქვემწვავე მიმდინარეობაზეა საუბარი, ქრონიკული ხველა როგორც წესი დამახასიათებელია უკვე ალერგიული დაავადებისთვის და აი ძალიან ხშირადაა რომ აი ვერ მოვრჩი ტყვის ხოლმე პაციენტი აი გადავიტანე რაღაცა ინფექცია და ეს ხველა დამიტოვა და ზოგჯერ ეს ხველა გრძელდება აქვე როგორც ალერგოლოგთან რა მინდა შეგეკითხოთ იცი რომ აი ხველას აქვს თავისი დღის რეჟიმი. აი როგორი არის ალერგიული ხველა? უფრო ღამით არის გამოხატული თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება განვითარდეს? აი ამ ხრივ თუ არის განსხვავება, რომ აი ინფექციური და ბაქტერიული ხველა დღის რა მონაკვეთში აქტიურდება და ალერგიული დღის რა მონაკვეთში? არ ვიცი რამდენად რელევანტურ შეკითხვას გისვა.
ალერგია შეიძლება დღის ნებისმიერ დროს იყოს გამოხატული ხველით, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ეგრეთ წოდებული ასთმურ ხველასთან გვაქვს საქმე ან ბრონქოსპაზმის განვითარებასთან, აქ რასაკვირველია უფრო მეტად გვაქვს ღამის და აი დილისკენ განსაკუთრებით არის ხოლმე გამწვავება, შესაბამისად ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ღამის ხველა ალერგიისთვის. ასევე თქვათ ინფექციის შემთხვევაში ის თქვათ არის დაკავშირებული ხშირად აი გამონადენის გადასვლასთან ყელში, ეგრეთ წოდებული დრიპს, რასაც ვეძახით, რომელიც ყველაზე ხშირი მიზეზია ხველის გამოწვევის და ამ შემთხვევაშიც არის ხოლმე, როდესაც თქვათ ღამის განმავლობაში გროვდება, შემდეგ დილას ცოტა განვავრცოთ, რომ ეს ქრონიკული ხველების საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის ამ ქართულად ქვია უკანაჩანადენის სინდრომი, ანუ როდესაც ლორწო, რომელიც სინამდვილეში ჩვენს ცხვირის ლორწოვანს უნდა ატენიანებდეს, არასწორად გადადის უკან და იწვევს გაღიზიანებას ლორწოვანის და აი ადამიანები ძალიან იტანჯებიან პირველ რიგში იმ სიმპტომით, რომ თითქოს ყელში რაღაც აქვთ გაჭყერილი და თითქოს რაღაც უნდათ რომ ჩაყლაპონ და ვერ ყლაპავენ. დამას რამეშველი ის. სამწუხაროდ აი ესე არა, თუ ეს დაკავშირებულია სინუსიტთან, ანუ ამ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს, რომ თავის ქალას დანამატი ღრუები ადამიანებმა იციან ხოლმე ჰაიმორიტის სინუსიტის სახელით, ფრონტიტის. უნდა გამოირიცხოს პირველ რიგში ეს, იმიტომ რომ ხშირად ეს სინუსიტთან არის დაკავშირებული და მერე სინუსიტს უნდა უმკურნალოთ. თუ სინუსიტი არ არის. ბავშვებში აქვე ჩაგერთვებით, რომ ბავშვებში ეს სინუსური ნაწილი არ არის რაღაც კონკრეტულ წყლებამდე განვითარებული, ამიტომ ბავშვებში აი ეს აი კონკრეტულად ეს გადადინების დაავადება, რომელიც გადადის, თქვათ ეს ლორწო, უფრო ნაკლებად იქნება გამოხატული იქიდან გამომდინარე, რომ ანატომიურად სინუსები არ არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ ხშირად ტონზილექტომიის მერე რჩება ხოლმე ეს უკანა ჩანადენის სინდრომი და მოკლედ ადამიანები წვალობენ, აი ძალიან ბევრი პაციენტი ამბობს, რომ გონია რომ უნდა გადავყლაპო რაღაცა მიშლის ხელს, ზოგი დაარქვა რომ კატარი მაქვს, ასე იხსენიებენ და დროთა განმავლობაში მე ეს ლორწო რო აღიზიანებს, აქვთ მუდმივად ჩახველება, ქრონიკული ხველა. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია ხოლმე რომ ხშირად დაიტენიანონ ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით, რომელიმე ესეთი სპრეით, რომ იყოს ტენიანი, მაგრამ რაღაც ესეთი რადიკალური მკურნალობა, რასაც ადამიანები მოითხოვენ, რომ ეს გაუქრეთ, სამწუხაროდ ესე ხელმისაწვდომი არ არის და რაღაცნაირად აი ამ სიმპტომთან ერთად სწავლობენ ხოლმე ცხოვრებას და ეს მათთვის ძალიან არასასურველი მოსასმენია, მაგრამ მართლა აი დაკვირვებული ვარ რომ უამრავ ხალხს აქვს აი ეგ შეგრძნება რომ თითქოს რაღაცას ყლაპავს და ვერ ყლაპავს და ყელში რაღაც აქვს გაჩხერილი და მერე ეწყება ეს ჩახველებები. ზოგადად ხველაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ხველის მიზეზი ძალიან ბევრია, ხო? ანუ მე მარტივად ვერ და მოდი ისე რაღაცები მაინც თქვათ, ხო? შეიძლება კონდეს ადამიანს რეფლუქსიც რომ ახსნათ, როდესაც ანუ კუჭის წვენი ამოდის საყლაპავში და ანუ რეფლუქსის შედეგად შეიძლება ისეთი ხველა კონდეს ადამიანს, რომ აი ყველაზე გახშირებული მიზეზია. შეიძლება ადამიანს ესე ხილულია ეს თქვა ბოყინი გულძმარვა არ კონდეს და არ კონდეს ეჭვი რომ კუჭი აწუხებს და მხოლოდ ესეთი ქრონიკული ხველით კონდეს გამოხატული, ანუ ეს კუჭის წვენი აღიზიანებს და შესაბამისად პასუხობს ხველით. ამიტომ ქრონიკული ხველის დროს კუჭი გამოსაკვლევია. აუცილებლად, ვისაც ქრონიკული ხველა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა გამოიყურიოთ კუჭ-ნაწლავის სისტემა. წეველებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ხო, ქრონიკული ხველა მწვეველებში ძალიან ისეთი არის. ასევე უნდა ვახსენოთ გარკვეული პრეპარატები, რომლებიც განაპირობებენ, ეს არის პირველად რიგში ზუსტად მარეგულირებელი, რასაც ვეძახით, ან სწრაფი მოქმედებისაც, ანუ ამ შემთხვევაში ესეც გასათვალისწინებელია, რომ თუ იღებთ წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შეიძლება იყოს ეს მიზეზი და მათი ცვლილება იყოს საჭირო. ხო, აუცილებლად, ანუ ვინც მაღალი წნევის გამო იღებს ამ მედიკამენტს და თუ ეს ხველა აწუხებს, უნდა მიმართოს თავის ექიმს და მედიკამენტი უნდა იყოს შეცვლილი, ხო? იმიტომ რომ ამასაც შეგუბებითი პროცესები მიმდინარეობს და ცვლილების შემთხვევაში, ანუ ეს ხველა საერთოდ მოიხსნება და ფსიქოგენური ხველა. ასეთიც არსებობს სტრესთან ასოცირებული და როდესაც რაღაც გარკვეული სტრესი აქვს ადამიანს და ამას პასუხობს ესე მუდმივი ჩახველებით, ან ესე დუმნა ხველით. როცა ინფექციურ ხველაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგრჩეს ასევე ტუბერკულოზი. გამოსარიცხია, აქვე მინდა ვთქვა,
ჩვენ ქვეყანაში და ტუბერკულოზი ისევ გამოცხადდა ინფექციურ დაავადებებში ტოპ კვლელად რაც ცოტა უკან იყო დახეული კოვიდის დროს სამწუხაროდ ტუბერკულოზის მართვა ცოტა დაირღვა როგორც ბევრი ინფექციური დაავადების და ისევ ახალი ძალით შემოგვიტია ამ დაავადებამ რომლის დამარცხება დღეს ფაქტიურად მსოფლიომ ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამიტომ გახანგრძლივებული ხველის დროს ტუბერკულოზი ყველა შემთხვევაში გამოსარიცხია, მაგრამ აქვე ბარემ მოკლედ ეს უნდა ვთქვათ, რომ გახანგრძლივებული ხველის დროს ერთ-ერთი პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის გუნკერდის რენტგენი. იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. თუ ფილტვის ქსოვილი საღია, მაშინ ბევრი რამე ერთბაშად გამოირიცხება. ამიტომ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ერთ-ერთი წამყვანი კვლევაა, როდესაც ადამიანს აქვს გახანგრძლივებული და ქრონიკული ხველა. ასევე ერთ-ერთი წამყვანი კვლევა, რომელიც აუცილებლად მალევე უნდა ჩავატაროთ, რომ ბევრ კითხვას პასუხი გაეცეს, ეს არის ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ანუ თუ ადამიანს შეუძლია ნახველის ამოღება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მისი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. რაც სამწუხაროდ რომელიც ტუბერკულოზსაც დაფარავს. ტუბერკულოზზე ცალკე ტარდება კვლევა, ანუ ჩვეულებრივ სტანდარტულ ბაქტერიოლოგიურ კვლევაში ტუბერკულოზს ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ დიახ, ნახველს თუ ავიღებთ, ორივეს გამოკვლევა შესაძლებელია. დღეს ძალიან დაჩქარდა მაგალითად ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა და სამწუხაროდ თვითონ ექიმებიც ნაკლებად იყენებენ ამ საშუალებას. რომ აი თუ არის ეჭვი, ტუბერკულოზი არის მაგალითად ხველა ქრონიკული, ასევე თქვათ არის სხვა ნიშნები, მაგალითად ზოგჯერ არის ხოლმე სისხლიანი ნახველი და ასევე სხეულის წონის და ასე თქვათ შემცირება, ღამის ოფლიანობა და ამ შემთხვევაში აი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის გარდა არსებობს სწრაფი მეთოდები, აი მსგავსად კორონავირუსის დროს ჩატარებული PCR დიაგნოსტიკისა დღეს არსებობს ამის საშუალება, რომ აი მაგალითად ერთი დღის განმავლობაში დავსვათ ნახველის დიაგნოზით, ეს არის ტუბერკულოზი თუ არა და ეს ძალიან გვეხმარება ექიმებს, რომ ან გამოვრიცხოთ და დავწყნარდეთ ამ შემთხვევაში, ან გავაგრძელოთ უკვე შემდგომი კვლევები ტუბერკულოზის კუთხით. მოკლედ საკმაოდ რთული თემაა ეს ყველა იქიდან გამომდინარე რომ ანუ პოდკასტის დასაწყისში პოდკასტის დასაწყისში ჩვენ თქვით რომ სადღაც სამედიცინო შეცდომების 40% მოდის დიფერენცირებული დიაგნოზის დასმისას ეს არის ინფექციური ხასიათის ხველა თუ ალერგიული ხველა და აი აქვე ერთ შეკითხვასაც და პირდაპირ უთხრა მაყურებელს მოგვსვლია შეცდომა ამ დიაგნოსტიკაში. თავისთავად შეუძლებელია რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვთქვათ ინფექციონისტს არაერიოს ალერგიული და ინფექციური დაავადებები. ყველაც, მაგრამ განსაკუთრებით ეს გამონაყრებთან დაკავშირებით არის, იმიტომ რომ დიფერენცირება ძალიან რთულია. გამონაყრებმა ჩვენ როგორც უნივერსიტეტში გვასწავლიან, ესე კლასიკურად აღარ არის და ძალიან შეცვლილი აქვს ვიზუალი და ამიტომ იმის მტკიცება რომელიმე ექიმს რომ მე ამ გამონაყარს დავხედავ და ამოვიცნობ რა არის, თითქმის შეუძლებელია უკვე შესაბამის დიაგნოსტიკის გარეშე და სამწუხაროდ არის ესეთი სიტუაციები, როდესაც მაგალითად პაციენტს სხვადასხვა ფაქტორების და ძირითადად ეს ფინანსური ფაქტორია უჭირს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და იძულებული ხარ ადამიანი რომ დაეყრდნო გამოცდილებას, თვალს, პრაქტიკას და ამ დროს შეცდომა შეიძლება დაუშვა და ვერ ამოიცნო ეს გამონაყარი სწორად. აი ლაბორატორია ახსენე და გიორგი აი თქვენ მინდა გკითხოთ აი რა სხვა ძლევს სისხლის საერთო ანალიზი ამ დროს? აი თქვათ, სისხლის საერთო ანალიზი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ლაბორატორიული ტესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრელი ფაქტორი იქნება, თქვათ, რომ დიფერენცირებული დიაგნოზი გავატაროთ, ეს არის ალერგიული თუ ინფექციური გენეზის ხველა. და მე გამონაყრებს დაუბრუნდეთ, რომელიც ძალიან საინტერესო ამბავია. თუნდაც ესეთი საერთო ანალიზი, რასაც ვეძახით სისხლის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ხველის და თუნდაც გამონაყრის შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ დროს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს ეს ანალიზი, რა გზით წავიდეთ უფრო, თქვათ უკვე შემდგომი გამოკვლევებისთვის. მაგალითად იგივე თუ ბაქტერიული ინფექცია ამის შესაბამისი ლეიკოციტების კუთხით და შიგნით ასევე ლეიკოციტების შიგნით თუ შევხედავთ როგორია გადანაწილება. მოდი ვთქვათ ეოზინოფილების შემთხვევაში რა ხდება ალერგიების დროს და რა ხდება ლეიკოციტების ინდიკატორია ეოზინოფილების ინდიკატორია ერითროციტების ალერგიის ქვესახეობა ასე ვთქვათ ლეიკოციტების ძალიან ისე უხეშად რომ ვთქვათ
ასე ვთქვათ, სამეცნიერო პოპულარულ ენაზე არის ლიმფოციტები და ნეიტროფილები. აი ნეიტროფილების მომატება უფრო მიანიშნებს, რომ ეს არის გარკვეული ბაქტერიული ინფექცია მიმდინარეობს, ლიმფოციტების მომატება უფრო მანიშნებელია, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია, ეოზინოფილების მომატება არის დამახასიათებელი ალერგიული პროცესისთვის. რასაკვირველია, ეს უნივერსალური არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძალიან მაღალი პროცენტით ჩვენ მაინც დაკვალიანება შეგვიძლია, რომელი მიმართულებით წავიდეთ უკვე შემდგომი გამოკვლევების თვალსაზრისით. თუ ყველაფერი ნორმაშია, გვჭირდება კიდე დამხმარე გამოკვლევები, მაგალითად არის ასეთი C-რეაქტიული ცილა, რომლის კვლევას ვაწარმოებთ, ასევე იმუნოგლობულინი E, ასე ვთქვათ, IgE, თუ ინგლისურენოვან ტერმინს მოვიყვანთ, რომლებიც უფრო მეტად გვაჩვენებენ, რომელია ეს უფრო ინფექციისკენ არის. რამდენი გრძნობიარია C-რეაქტიული ცილა, იმიტომ რომ სულ მიშლი ხოლმე, რომ ნუიკეთებ ამდენ C-რეაქტიული ცილის ანალიზს და მე და თქვენს უჩხუბობთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით. C-რეაქტიულ ცილაზე უფრო მეტი მედებს ამყარებენ ადამიანები, ვიდრე მას შეუძლია, თავი აქვს იმისი, რომ რამე შეგვიფასოს. მაგრამ C-რეაქტიული ცილას თავის გამოყენება აქვს. C-რეაქტიული ცილა პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი რაღაცა ანთებადი პროცესის დროს შეიძლება მოიმატოს. ინფექციის დროს, სიმსივნის დროს, არ ვიცი, უამრავი აუტოიმუნური დაავადებების დროს, რევმატიული დაავადებების დროს და ასე შემდეგ. C-რეაქტიულ ცილას განსაკუთრებით ზომიერად მომატებულს ვერაფერში ვერ ვიყენებთ. ანუ მომატებულია და მომატებულია. მას That's okay. ასე ვთქვათ. მაგრამ თუ C-რეაქტიული ცილა ძალიან მომატებულია, მაგალითად მიახლოებულია 100-თან და მეტი, აქ უკვე ის საყურადღებო მაჩვენებელია და უფრო მეტად ესეთ სერიოზულ ბაქტერიულ ინფექციებზე მიგვანიშნებს. და მისი მთავარი გამოყენება ის არის, რომ თუ არის მაღალი დინამიკაში მისი კლება არის როგორ მიმდინარეობს და რამდენად სწორად მიმდინარეობს კურნალობის პროგნოსტული მარკერიც არის ერთგვარად, ხო? მისი დაქვეითება ასე ვთქვათ, გვაიმედებს, რომ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის. ამიტომ აი C-რეაქტიული ცილის აი ესეთი მასიური და რაღაცნაირად ისტერიული გამოყენება თლად საფუძვლიანი არ არის. ნუ ზოგჯერ არის ხოლმე ძალიან ზედმეტი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ამ ანალიზის პასუხებთან დაკავშირებით, ან მოლოდინი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სრულიად ნორმა იყოს და მაინც მიმდინარეობდეს გარკვეული პროცესი ორგანიზმში. ინფექცია ან ალერგია და ამ შემთხვევაში არის კიდევ უფრო ვთქვათ გაღრმავებული გამოკვლევები უკვე თვითონ ინფექციურ აგენტზე, მაგალითად, რომელზეც შეიძლება მივიტანოთ ეჭვი. არსებობს საბედნიეროდ უკვე ისეთი მეთოდები, რომლებიც ძალიან სწრაფად გვაძლევს პასუხს იგივე PCR-ზე დამყარებული კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე ყველა მიცის ამ მეთოდოლოგიის შესახებ. ტარდება მსგავსად, უფრო მარტივადაც არ არის აუცილებელი როგინა თუ არა ცხვირიდან იყოს აღებული, ჩვეულებრივი ხახის ნაცხის კვლევით PCR-ით შეიძლება ძალიან ბევრ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციებზე გაკეთდეს ანალიზი და დადგინდეს თუ რომელ ინფექციასთან გვაქვს საქმე, ან შესაძლებელია ალტერნატიულად ჩავშალოთ თვითონ ალერგოლოგიური მიმართულებითაც, ანუ შეიძლება სპეციფიურ ალერგენებზე გაკეთდეს კვლევა, რომ გამოვავლინოთ შესაძლო ალერგენი, რომელიც იწვევს თუნდაც ყველას ან სხვა ალერგიულ გამოვლენას. აქ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ კლინიკა ნეოლაბი არის ამ პოდკასტის სპონსორი და ამ კლინიკაში სრულად არის შესაძლებელი დიფერენცირებული დიაგნოზის ჩატარება, ეს არის ინფექციური გენეზის ყველა თუ ალერგიული გენეზის ყველა და გიორგი თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა, თუ ალერგიულ ფონს ერთვება რაღაც ტიპის ინფექცია, ასეთ შემთხვევაში როგორ ერთვებით ცოლ-ქმარი? ეს კითხვა ნერვებს მიშლის. რატო გიშლით? გიორგი კამკამიძის ცოლი, მაია ბუწაშვილის ქმარი, როდესაც მუშაობ, მაგაზე ერთი პოდკასტი გავაკეთოთ, ვინ მისი ცოლი და ვინ მისი ქმარია. არ მიყვარს ხოლმე მაგაზე აქცენტები, ასე რომ გადავიდეთ ინფექციას და ალერგიაზე.
ხო, ანუ აი ზოგადად არსებობს ესეთი წარმოდგენა, რომ ვისაც ალერგია აქვს, იმას ინფექციები ნაკლებად ემართება, იმიტომ რომ ესეთი დასაბუთება. მითია თუ რეალობა? მითი არის რასაკვირველია და ესეთი დასაბუთება ბჭყალებში, რომ ხო ალერგია ხო არის გაძლიერებული იმუნური რეაქცია, ანუ იმ გაძლიერებული იმუნიტეტი აქვს ადამიანს და უფრო მეტად იცავს ეს გაძლიერებული იმუნიტეტი ინფექციებისგან. სამწუხაროდ ასე არ არის, ანუ თანხwebdriverად საკმაოდ ხშირია. აი თუ კი წარმოვიდგენთ, რომ არის ასევე ასეთი იმუნოდეფიციტებთან ასოცირება, რომ აი თუ ხშირად ვითარდება ადამიანის ინფექციები იმუნოდეფიციტია, აი როდესაც არის ეჭვი, ხო, რომ ძალიან ხშირად მეორდება ინფექციები, მხოლოდ 10%-ში დგინდება, რომ რაღაცა გარკვეული რეალური იმუნოდეფიციტია. აი რაც შეეხება ალერგიას, 30%-ში დგინდება, რომ ამ ადამიანს, ვისაც ხშირად ემართება ესე თუნდაც სასუნთქი გზების ინფექციები, ალერგიაც აქვს. შესაბამისად, ძალიან ასე თქვათ, სწორი შეკითხვა არის. მე ხო კარგ შეკითხვებს ვგია. ნამდვილად, ანუ ეს ერთ-ერთი თქვათ, აი მითი ნამდვილად არასწორია და ალერგიასთან ერთად ზუსტად გახშირებული სასუნთქი გზების ინფექცია საკმაოდ ხშირია და ნუ ორივეს უნდა უმკურნალოთ ამ შემთხვევაში. უბრალოდ ალერგიის მკურნალობა ცოტა ასე თქვათ არის ხანგრძლივი, არის ასევე თქვათ გამწვავების, შემდგომი გამწვავების შანსი, ალბათობა ყოველთვის არის შესაბამისად, იგივე უნდა გავითვალისწინოთ სეზონი, იგივე უნდა გავითვალისწინოთ ის ალერგენები, რომლებიც იწვევს ამ პროცესს. ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება არც კონდეს ეჭვი ადამიანს, რომ მას აქვს ან ასთმა, ან ეგრეთ წოდებული ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ხო, აი ზუსტად როდესაც არის პროდუქტიული, ანუ აი ნახველით მიმდინარე ხველა, საკმაოდ ინტენსიური, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს აი ამფიქოდის გამწვავება და ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ გაკეთდეს სასუნთქი გზების გამოკვლევა, ფუნქციური გამოკვლევა, ეს არის მაგალითად სპიროგრაფია, სადაც ჩანს რომ არის თუ არა შეზღუდვა სასუნთქი გზების გამტარობის და ფიქოდის შემთხვევაშიც, ანუ დამახასიათებელი ცვლილებებია, რაც უფრო ადრე გამოვავლენთ, მით უფრო ადვილი იქნება ამის კურნალობა, რასაც. ყველას ისე ვერ ჩაუვლით, რომ არ თქვათ ისეთი საკმაოდ ძიმე დაავადება, რომელიც არის ფილტვის კიბო, ხომ, რომელსაც ასევე ახასიათებს გახანგრძლივებული ტიპის ხველა და როდესაც აი ხო თქვათ სეკრეტზე ვსაუბრობ და ნახველის გამოყოფაზე, ფილტვის კიბოს ასევე თანსდევს ხოლმე სისხლიანი ნახველი და ამიტომ დიფერენცირებული ტუბერკულოზსა და ფილტვის კიბოს შორის დიფერენცირებული დიაგნოზი აუცილებლად უნდა იყოს. სწორედ რენტგენზე როცა ვლაპარაკობდით, ერთ-ერთი და შეიძლება უფრო მეტი სიღრმისეული კვლევაც დაჭირდეს, რომელიც საეჭვოა კომპიუტერული ტომოგრაფიაზე წავიდეს ადამიანი, ასევე ფილტვის კიბოსთან დაკავშირებით ვთქვათ ისიც, რომ ამ დაავადებას ხმის ჩახლეჩვაც ახასიათებს და ფილტვზე ზოგადად თქვათ, რომელიც ანუ ხველის გამომწვევი ერთ-ერთი ორგანოა, რომ არ არის მტკივნეული ორგანო, ამიტომ პროცესები ფილტვში შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სრულად შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს, ამიტომ მაყურებელს ვუთხრათ, რომ ხველა არის ის ორგანიზმის ის ნიშანი, რომელსაც ყურადღება მაინც უნდა მივაქციოთ, ხო? და ხო აი ახლა ალერგიებზე და ინფექციების თანხwebdriverაზე საუბრობდა ბატონი გიორგი და აი თქვენ კლინიკურ პრაქტიკაში თუ არის ხოლმე დანიშნულებებს თუ ხვდებით, როდესაც ექიმი თავს იზღვევს და როგორც ინფექციური გენეზის ხველას კურნალობს და ასევე ანტიალერგიულ საშუალებებს ნიშნავს ხოლმე, რომელიც შესაძლებელია არ სჭირდებოდეს პაციენტს. ჩვენ წინა პოდკასტი გქონდა ერთ-ერთი არასაჭირო მკურნალობაზე და ყველა ზუსტად ის სიმპტომია, რომელზეც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტი არასაჭირო მკურნალობა ინიშნება ხოლმე და ესეც თითქოს ადამიანების მხრიდან ზეწოლა ხოლმე ექიმზე, რომ აუცილებლად რაღაცები დაუნიშნოს. და ამ დროს ხველის დროს უმრავლეს შემთხვევაში ვერაფერს ვერ უნიშნავთ და ძირითადად დროის ფაქტორმა უნდა ითამაშოს როლი. კი, ასეთ დანიშნულებები ძალიან ბევრია, სადაც გამოწერილი ანტიბიოტიკიც, ანტიჰისტამინურიც, ისევ და ისევ რაღაც ვითომ იმუნოსტიმულატორი, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ასე შემდეგ დიდი სიებია და ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ხველა, კიდევ ამბობ, უმრავლეს შემთხვევაში ფაქტიურად ჩვენ მედიკამენტების არსენალი არ გვაქვს, დრომ უნდა თავის იქნას და შეიძლება უბრალოდ თუ ნახველი ვერ ამოაქვს ადამიანს,
გზნობს რომ აქვს და წვალობს და ვერ ამოაქვს ნახველის გამათხიერებელი დაინიშნოს რომ დაეხმაროს თქვათ ნახველის ამოღებაში თორე ძალიან დიდი არსენალი არ გვაქვს ამის პრობლემა აქვს ხელის ხომ ანუ იქ ხანდაზმულების ხელასაც შევეხოთ რამდენ საგანგაშო ნიშანია ეს კიდევ მეორე მაინც ჯობია ხოლმე თუ არის ქრონიკული ხანგრძლივებული ხველა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია იმიტომ რომ ძალიან ბევრს გვეტყვის ან დაგვამშვიდებს ან პირიქით წაგვიყვანს რაიმე დიაგნოზისკენ და ამიტომ ბევრი რამის გამორიცხვა შეუძლია გულმკერდის რენტგენს. ჩვენთან არის ძალიან დამკვიდრებული პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული ფილტვების მოსმენა, ანუ აუსკულტაცია და ამაზე ძალიან ბევრი ადამიანს აქვს აგებული, ასე ვთქვათ, რაღაც დიაგნოსტიკა. რამდენი ხანი ფილტვი არ მოგისმენიათ? საკმაოდ ხშირად ვიყენებ ამას, მაგრამ უნივერსალური არ არის და ძალიან ბევრი დაავადების დროს, აი მაგალითად COVID-მა გვაჩვენა ჩვენ, რომ არავითარი მოსმენა არაფერს არ გვაძლევდა, იმიტომ რომ ადამიანს ზოგჯერ ქონდა ძალიან სერიოზული დაზიანება ფილტვის და ჩვენ ყურით თითქმის ვერაფერს ვერ ვისმენდით. ბევრი რამის დროს შეიძლება ყურმა ვერაფერი ვერ გაიგოს და სრულიად რაღაცნაირი არასაჭირო იყოს. ისე ამ აუსკულტაციაზე რომ საუბრობთ სტუდენტობა მახსენდება, იმიტომ რომ მან პროპედევტიკის ციგნი იყო, ყავისფერი თუ გახსოვთ და აუსკულტაციას ძალიან დიდი თავი ჰქონდა და ეს კრეპიტაცია რისი ხმა ჰქონდა, რომ თოლზე ფეხის და ბიჯების სველით მიშრიალის და ხო და აი ამ ხმებს ვეძებდით ეს სტუდენტები და ძალიან რთულად გვიწევდა ხოლმე თუ ძალიან შორსასული ფორმა არ იყო თქვა პნევმონიის ფილტვების ანთების ხო ვერ ვიჭერდით ანუ ეს ზეპირად დაზეპირებული ფრაზები გქონდა და ანუ ხო ეს თოლზე ჭრაჭუნის მას განსაკუთრებით ვირუსული პნევმონიების დროს ეგ ხმები ეგრე არის მის და არა და ხალხი აი მეზობელ ვიღაც ჯანდაცვის მუშაკს ნაცნობს ეძებს რომ თავარია მომისმინე ფილტვებზე ისე არ მიყვარს ხოლმე ამას რომ თქო მომისმინე ზოგჯერ სახიფათოცაა რომ თუ კი ააგებ შენს დასკვნას მხოლოდ ამ მოსმენაზე აუცილებლად დიდ პროცენტში გაიპარება რეალური პრობლემა იმიტომ რომ თვითონ ეს ფილტვის პათოლოგიაც საკმაოდ შეცვლილია ბოლო პერიოდის განმავლობაში არის უფრო თქვათ იგივე ეგრეთ წოდებული ინტერსტიციური ანუ ეს არ არის თვითონ ფილტვის ქსოვილის არამედ თვითონ მათ შორის არსებული სივრცის დაზიანება ძალიან ისე რომ ვთქვათ და ეს ხშირად არის დაკავშირებული ისე ვთქვათ ეკოლოგიურ პრობლემებთან რაც არის ჰაერის დაბინძურება და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა რომ ძალიან გახშირდა სასუნთქი გზების დაავადებები მუდმივად იმატებს იგივე მაგალითად ფიქოდი ვახსენეთ და ზუსტად ჰაერის დაბინძურება არის ამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი და იმისთვის რომ შევამციროთ საზოგადოებაში აი ზუსტად ხველა ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ საშუალება არის რომ გარემოს გაუფრთხილდეთ არადა რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენს გარშემო განსაკუთრებით ჩვენ ქალაქში აი ეს მშენებლობები რომელიც ასე უკონტროლოდ მიმდინარეობს უკვე აშენებულ ასე ვთქვათ სივრცეებში სადაც განაშენიანება უკვე არის და იქ სადღაც შუაში ჩავდგამთ ახალ მშენებარე სახლს რასაკვირველია ეს უწყობს ხელს იმას რომ ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს ჰაერის დაბინძურების ანუ ბეტონის ჯუნგლებში ყველა დავახველებთ თუნდაც ინერტული მასა, თუნდაც აი ეს მტვერი და კიდე თუ არა რაღაც რა თქვა ტოქსიური ნივთიერებები, არამედ აი ჩვეულებრივი ესეთი მასა, თვითონ ამ ნაწილაკოვანი მასა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. და ჩვენ ვხედავთ ხოლმე, ხო უნდა იყოს შეფუთული მშენებარე კორპუსები, ეს ნორმატივია ესეთი და ვითომ დაფრიალებს ეს რაღაც შეფუთვის მასალები და ფორმალურად რო ჩანს, რომ იქ რაღაც ქსოვილები ფრიალებს, თორე იქ ის არაფერს არ იჭერს და უამრავი გაიფრქვევა გარემოში, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ. მოვასწრებთ გამონაყარზე საუბარსაც, ცოტაც ხომ არ შევეხოთ გამონაყარს, იმიტომ რომ ალერგიებზე და ინფექციებზე როდესაც საუბრობთ, გამონაყარი ორივესთვის დამახასიათებელია. გიორგი, აი გამონაყარი ქავილით და ქავილის გარეშე, აი ეს სიმპტომები როგორ სადიფერენციო ხაზს ავლებს თქვათ ალერგიულ და ინფექციურ გამონაყარს შორის. ნუ ქავილი რასაკვირველია უფრო მეტად მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის ალერგიული გამონაყარი, თუმცა შეიძლება ინფექციურ პროცესთანაც იყოს დაკავშირებული, მაგალითად ერთ-ერთი მუნი არის ზუსტად მაგის თქვა მინდოდა და ასევე ვახსენეთ
ვიტყოდეთ, რომ იმ ადამიანს, ვისაც ალერგია აქვს ისედაც, შეიძლება ინფექციური პროცესის დროს ასევე გაუძლიერდეს ქავილი და ქავილი შეიძლება ძალიან ბევრ სხვა პათოლოგიასთანაც იყოს დაკავშირებული, მაგალითად ღვიძლის პათოლოგიასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, გარკვეულად მიგვითითებს არის ძალიან მკვეთრად გამოხატული ალერგიული გამონაყარიც, სადაც შეიძლება მხოლოდ თქვათ გამონაყრით იმსჯელო, რომ ეს არის ალერგიული, ეს არის ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, რომელიც ნაკლებად ახასიათებს სხვა მდგომარეობებს. და სხვა მხრივ თქვათ იგივე როგორიც არის მაგალითად ატოპური დერმატიტი შეიძლება ინფექციურ პროცესთან ძალიან ძნელად იყოს გასარჩევი იგივე სტაფილოკოკი. მთელი აფეთქება გქონდა ჩვენ სერიოზული, ახლა მინელებულია, მაგრამ აქ-იქ არის შემთხვევები, ძალიან ბევრ ადამიანს გქონდა პაროვირუსი და უმრავლესობა ხვდებოდა ალერგოლოგებთან. სამწუხაროდ ზოგი ალერგოლოგი არასაჭიროდ მართავდა, მერე თავისით გაივლიდა, იმიტომ რომ პაროვირუსი მაინც თვითგანკურნებადი დაავადებაა და ეწერებოდა რომ აი ალერგიის საწინააღმდეგო მკურნალობა მუშველა და შემდეგ ადამიანს ჰქონდა ეს განცდა, რომ ალერგიული გამონაყარი ჰქონდა მას და ამიტომ ყოველთვის შიში ცხოვრობს, რომ ალერგიამ გაუმეორა. ამიტომ ხშირად ჩვენ თვალზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ახლა პაროვირუსის დიაგნოსტიკა მაგალითად ძალიან ადვილი იყო და თავიდანვე შეგიძლია გამორიცხო ერთ დღეში სეროლოგიური კვლევით და თუ არ დადგინდება, მერე გააგრძელო უკვე ალერგოლოგიური კვლევა. ამიტომ ალერგოლოგებმაც ალბათ უფრო მეტად უნდა გაიხსენონ ხოლმე, რომ ბევრი ინფექციური დაავადება ძალიან გავს ალერგიას ეს მეხუთე დაავადებას უწოდებენ, რომელი დაავადებები, ანუ აი მაგალითად წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ამ ჯგუფში არის ეს მეხუთე დაავადება, არის ბატონებს ეძახის. ხო, მეექვსე დაავადებაც არსებობს, ეს არის ჰერპეს, მეექვსე ტიპის ჰერპესით განპირობებული. თუ კი ვთქვათ პაროვირუსის შემთხვევაში უფრო ლოკალიზება არის ლოყის მიდამოში, აი გალაწუნებული ბავშვის სინდრომსაც ეძახიან ამას. მაგრამ ეგეთი კლასიკური პაროვირუსები იშვიათია, თქვათ ამ შემთხვევაში მეექვსე დაავადება მიდის უფრო მუცლის არეში გამონაყრით. ესენი გავს ძალიან იგივე წითელა წითურას, უბრალოდ ვინაიდან წითელა წითურაზე უმრავლესობა აცრილია, შედარებით ნაკლები გვხდება და გვხდება უფრო ის ინფექციები, რომლებზეც აცრა არ არის. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ეს მეხუთე, მეექვსე დაავადება. საკმაოდ ხშირადაა ხოლმე იგივე ჩუტყვავილას აფეთქებები ადრეულ ეტაპზე მათი გარჩევაც საკმაოდ ძნელია. მით უმეტეს რომ ჩვენთან სამწუხაროდ დღემდე არ არის და ეს ძალიან სრულია შეტანილი ეროვნულ კალენდარში, რაც აბსოლუტურად არასწორია და ამას ერთ დღეს უნდა ეშველოს, არ ვიცი რა. ამაზე ერთი პოდკასტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩუტყვავილას ვირუსი საომავლოდ ინტეგრირებული ვირუსია და ის რჩება ორგანიზმში, ხომ? მოდივარ. და ასევე უნდა აღვნიშნოთ მაგალითად ეს არის hand, foot and mouth disease, ანუ ეს ხელის ხელის ფეხის და პირის დაავადება. პირის ცოტა ისეთი მოუხერხებელი ფეხის და პირის დაავადება. ტერმინია, რომელსაც ასევე ვირუსი იწვევს, კოქსაკი ვირუსის ვარიანტი. ეს ხალხის ალერგოლოგებთან ხშირად ხდება. რომელთათვისაც ამ შემთხვევაში უფრო დამახასიათებელია იგივე ხელის გულებზე, ფეხის გულებზე გამონაყარი და პირის არეში ჰერპანგინასაც ეძახიან, ჰერპეს გავს თავისი ფორმით, თუმცა ჰერპესთან საერთოდ კავშირში არ არის. და საკმაოდ ხშირია და საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე შეცდომის დაშვება, რომ ეს უფრო მეტად მიეწერება ხოლმე ინფექციური დაავადება ეს და მიეწერება უფრო ალერგიულ პროცესს. თუმცა არ არსებობს ამის საწინააღმდეგო, თქვათ, ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა და უბრალოდ ველოდებით მის ჭამთავრებას. ისე რომ ესეთი თქვათ ინფექციებიც არის, რომელიც ძალიან შეიძლება გავდეს იგივე თქვათ მუნს ან ალერგიულ პროცესს. შესაბამისად უნდა მოხდეს შესაბამისი კვლევები, რომ ბოლომდე დავადგინოთ. იგივე მუნზე მაგალითად არის კანის ანაფხეკის კვლევა, რომელიც გვაძლევს დიაგნოზს და რატომღაც ძალიან გვიბრაზდებიან ხოლმე პაციენტები. მუნს რო ახსენებთ და ესე შორს უჭირავთ თავი და არა მუნი როგორ მექნება, რაღაც სტიგმატიზებულია დღემდე და მუნი სულ არ ნიშნავს რომ ვიღაცა დაუბანელია და ჰიგიენას არ იცავს, მუნი შეიძლება ყოველს დაემართოს და ამიტომ ესეთი აგრესია რო აქვთ ხოლმე რომ არა მუნი როგორ მექნება, არ არის სწორი. ესე მუნი არის მაინც ერთ-ერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.
და ამიტომაც ხომ არ არის ამის სტიგმატიზირება. არა, მუნი შეტანილია სხვადასხვა სქესობრივად გადამდები ინფექციების ამიტომაც ჩამონათვალში, მაგრამ ეს კონკრეტულად არის ლაპარაკი გენიტალურ მიდამოებში და ისე ჩვეულებრივ რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ სქესობრივად ანუ ხელი რო ჩამოგართვა გადამედება მუნი? თუ გაქვს კი. მე არ მაქვს, არა. მაშინ არა მიშა. კარგი, მაშინ რაღაცნაირად რეზიუმირება რომ გავაკეთოთ, ხომ? ანუ პაციენტისთვის თვითონ გაარჩიოს სახლის პირობებში ძალიან რთული იქნება, მას აქვს ალერგიული გენეზის, ან გამონაყარი, ან ხველა თუ ინფექციური გენეზის. ანუ ყველა შემთხვევაში ის უნდა მივიდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას კვლევები ჩაუტარდება, ხომ? რა კვლევებზეც ახლა ჩვენ საუბრობდით და გამონაყარზეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ გამონაყარს ასე ხომ რაც არ უნდა გამოცდილი თვალი კონდეს პროფესიონალს ძალიან რთულია მაინც რომ ანუ რაც თქვენ თქვით რომ ზუსტი დიაგნოზი დასვა იმიტომ გამონაყარსაც ჭირდება თავისი ლაბორატორიული კვლევა. დიახ, ზუსტად ასე. ამიტომ ყველას უთხრათ რომ ხო ესე მარტივიც არ არის რა ანუ ყველას ბევრი შეცდომა მოსდით სამედიცინო პროფესიონალებს თელ სოფლიოში სადღაც 40%-მდეა რომ განასხვაონ ინფექციური გენეზის არის თუ ალერგიული გენეზის ხველად იქნება ეს გამონაყარი თუ სხვა თქვათ ვირუსთან დამახასიათებელი და ბაქტერიებთან დამახასიათებელი სიმპტომები. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში და ექიმებთან პროფესიონალებთან გავლა კონსულტაციის მინიმუმ რო რაღაცა გზაზე დადგნენ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამე ხომ არ დავამატოთ კიდევ რა ვიცი კონი ამოვწურეთ. ანუ მართლა ძალიან დიდი თემაა, ეხლა ჩვენ შევახეთ ცოტა ზედაპირულად ბევრ რამეზე გადავედით, გადმოვედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ალბათ ძირითადად დავფარეთ. ნუ იმედია ეს თქვათ რაც ვილაპარაკეთ შეუწყობს ხელს იმას, რომ თვითონ ადამიანს თავისთვის გადაწყვეტს, რომ რა მიმართულებით წავიდეს, მაგალითად მივიდეს ინფექციონისტთან თუ ალერგოლოგთან, მაგრამ იქიდან სრულად შესაძლებელია რომ გადამისამართება მოხდეს ის, რომ ნამდვილად ექიმები არ ვიჩხუბებთ ამაზე, მთავარია რომ დროზე ამოვიცნოთ აი ზოგიერთ დაავადებაზე, რომელზეც ვილაპარაკეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადრეულად იქნას აღმოჩენა. არა, ეს ძირითადად ალბათ ოჯახის ექიმებთან ხვდებიან და მათი გადასაწყვეტია ხოლმე რა მიმართულებით წავიდნენ. ბევრი ეს დაავადება შეიძლება სრულად ოჯახის ექიმის დონეზე გადაწყდეს, ასე ვთქვათ. ხო, მოკლედ ნეოლაბში ინფექციონისტიც ყავს და ალერგოლოგი, იმუნოლოგიც და სულ მე მოუწოდებ ხოლმე ხალხს რომ გამოგვიწერონ მაიაგია მიმართეთ მაყურებელს რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube-ის არხი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ი. გამოგვიწერეთ. უყურებთ ჯანმრთელობის მატრიცას, მომდევნო ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს.